სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული თუ ნაჩუქარი ქონების დაბრუნების პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა, ეკონომიკის სამინისტრომ ინტენსიურად იმუშავა. პრემიერის განმარტებით, ქონების დაბრუნების პროცესი წინამორბედი ხელისუფლების მიერ ყველა დაზარალებულს ვერ შეეხება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობა სამართლიანობის აღდგენის მიმართულებითაც უნდა გააქტიურდეს. დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ჩამორთმეული თუ ნაჩუქარი ქონების დაბრუნების შესახებ. მე ვგულისხმობ სახელმწიფოს მხრიდან იძულებით ჩამორთმეულ ქონებაზე. ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშავა მთავრობამ, პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტმა, ეკონომიკის სამინისტრომ. დღეს უკვე ჩვენ დავიწყებთ ეტაპობრივად ამ დაბრუნების საკითხების განხილვას და გადავწყვიტავთ. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეეხება წლების განმავლობაში ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების მიერ ყველა დაზარალებულს, თუმცა პროცესი არ დაწყებული, მნიშვნელოვანი არის რომ უკვე ეს გახდეს ხელშესახები ამ დაზარალებულ მოსახლეობისთვის და მაქსიმუმად უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი. რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ და ეს კარგი არის რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი მუშაობს აქტიურად. ეკონომიკის სამინისტროთან ჩართული არის და ზოგადად მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები.